წაყენება თითოეული სამხედრო, იმიტომ რომ ესენი ვერაფერს ვერ გაიგებენ. არსებობს სამხედრო მოვალეობა, არსებობს სამხედრო წესდება, ვინ რა დროს რა შეასრულა და რა არ შეასრულა და როგორ შეასრულა. ამათ უნდა ბრალის წაყენება, ის ტრიბუნალი ახსენა იმ დროს, რომ სამხედროსო ვინმე მოუთრასო, ომის დროს რო შენ შეასრულებო, ექიმაო და ექიმის დავალება შეასრულოსო, ეგ ტრიბუნალზე აუგა და სადა მე ტრიბუნალი. გოგავას ეკითხებს, სადა ტრიბუნალი? სამი შვილის მამა ვარო ამ ქვეყანაში, როგორ უყურებ შენ შვილებს თვალებში? როგორ უყურებ შენ შვილებს თვალებში? აღიარე რომ შენც ხარ ამ სინდიკატის მონაწილე, რაღაცას გიკეთებია კარგი ქვეყნის და რატო იხოცავ ამ ხელს ყველადან და რატო თამაშობ ასეთ კლოუნადას? რატო სირცხვილია? სირცხვილია. ჩემო ძმაო, კი რა თქმა უნდა, როდესაც არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შენ ქვეყანაში რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა და რანაირად ხდებოდა და ამას საჯაროს ხდი და ყველამ კარგად იცის თუ როგორ და რანაირად მოხდა 2008 წლის ომი, ამას გამოიყენებს ყველა. ამიტომ არის ეს ყველაფერი შოუ. ამას ჭირდება დახურული სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც წაუყენებს ბრალდებას სამშობლოს ყალატის მუხლით და პასუხს აგებიებს ზუსტად ისე, როგორც უნდა აგონ პასუხი. ეს არის აბსოლუტური კლოუნადა. და ეს სამხედრო თემებზე კი არ ლაპარაკობს, ის პოლიტიკაზე ლაპარაკობს და სხვათა შორის ზოგიერთ შემთხვევაში მეტი სიმპათიურად ჩანს, ვიდრე ეს დანარჩენი რეგვენები, ვინც იგზიან და ჩვენ პატივს გცემთ და უკაცრავად და ბოდიში და მსგავსი იდიოტიზმები რამდენი გესმით? არ ვიცი შემოგევლე რა ხდება და ჩვეულებრივად დაგეგმილი ამბით მიმდინარეობს, მე ცოტა ხანი გამოთიშული ვარ რაღაცეებს, ძალიან ცუდი ამბები მომიხდა ნათის საუბარში და დღეს არ ვიყავი ამ ლაივის ჩამწერი, არ მქონდა თავი და ის უბრალოდ ეს სამშობლოს ეხება, ქვეყანას ეხება და საჭირო დრო და სივრცეში უნდა თქვა ადამიანმა. ჩატარდება ალბათ ყველაფერი ისე როგორცაა დაგეგმილი, მე უბრალოდ ფიზიკურად არ მქონდა ამ საკითხებზე საუბარი, რაც ვისაუბრეთ მაშინ ეს იყო და ეს. საჯარო, ჩემო ძმაო, საჯარო ფორმით არ უნდა ხდებოდეს სამხედრო საკითხების განხილვა. თუ საჯარო ფორმით არის განსახილავი რაღაცეები, ესა პოლიტიკური მხარე ამ ყველაფრის განსახილავი. ესა ჰუმანიტარული მხარე და საკუთარი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი და რაც შეეხება სამხედრო საკითხებს, ეს ყველაფერი უნდა იქნას დახურული სამხედრო ტრიბუნალით. ხო, იქ არც სამხედრო კითხვები ისვება, არც საქმე მიდის ისე როგორცაა წასაყვანი. და აქედან გამომდინარე, ეგ იძახის მე მტრებიდან თავს ვიცავდიო, კაცო და რამექნაო, ჯარი-ჯერა არ მყავდაო, ფორმირებულიო და სასაცილოა, ბიჭო, როდის უნდა ყავდეს პატარა საქართველოს არმია ისე ფორმირებული, რომ რუსეთთან გამკლავება შეძლო. როსტომო ვისვე მსახურები და ჩემს სამშობლოს და უფალს. ხო, არ მაინტერესებს. დანარჩენი არ მაინტერესებს. მე ადამიანებს არ ვემსახურებ. ალბათ ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, იმიტომ რომ დღეს საქართველოში ან ნაცია, ან კოცია, ან იმისტია, ან ამისტია და ალბათ ვერ გაგიგია ეს პასუხი და გონია რომ ის ვიღაცის მონავარ. ერთმანეთს დამიფაროს. თავისუფალი დავიბადე და თავისუფალი მოგვდები. ძალიან ცუდი თუ ამის გაგება არ შეგიძლია. ახლა ზამთარში არ ჯობდა ომი, ეს ცალკე განხილვის თემა არის, ჩემო კარგო, როდის ჯობდა, როდის არა. საერთოდ არ ჯობდა ეს ომი მომხდარიყო თუ სიმართლე გინდა. არაფერი არ გქონდა ჩვენ საომარი და არაფერი არ იყო ცხინვალის რეგიონში განსაკუთრებით საომარი. მშვიდობიანად იყო ყველაფერი მოგვარებული და საერთოდ არ ექვემდებარებოდა ეს კონფლიქტი გაღვივებას. ეს კონფლიქტი გააღვივეს ხელოვნურად 2004 წლიდან. დაიწყო რაც სააკაშვილი მოეთრია